რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემა და ვაშა გადაცემა ისევ თქვენთანაა და სანამ დავიწყებთ, შეგიძლიათ გამოიწეროთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. წლევანდელი თბილისობიდან ყველაზე მეტად რუსეთის საელჩოს, ხო, ინტერესთა სექციის პოსტი დამამახსოვრდა Facebook-ზე. იმიტომ რომ გორსალურ ვითომ ზეიმში გაჭინთული და პლასტიკით გადალესილი სახეებით საინტერესო სხვა ბევრი არაფერი იყო. რუსმა კი ძალიან საინტერესო ამბავი გამწნო. არა, გამწნო კი არა, შეგვახსენა. ქორგასალი და ხოხობი არ ვიცი ჩვენ თბილისობას აუცილებლად უნდა მოიგონოთ და მადლობა უნდა უთხრათ მის ბრწყინვალება გრაფ ვორონცოვს, რომ აღაშენა და გაალამაზა თქვენი მათხუჯი დედაქალაქიო. მოდი ვაღიაროთ, რომ ვორონცოვმა ბევრი გააკეთა. დავეთანხმოთ რუსის ინტერესთა სექციას. ბევრი ააშენა. ქუჩები, კი, ხიდები, კი, გაზეთი კავკაზი რუსულ და სომხურ ენებზე, კი. წმინდა ნინოს სასწავლებელიც, კი. მაგრამ არის ერთი საინტერესო რამ, რასაც რუსის დიპლომატები აღარ გვეუბნებიან. იმ იმედით, რომ აქ ყველანი გრიშაონიანები ან ლევან ვასაძეები ვარ და ნეტარკუჩობა დაგვემართება რუსის სიყვარულისგან. წმინდა ნინოს სასწავლებელიც, როგორც გაზეთი კავკაზი და ზოგადად მთელი მსახურება რუსის იმპერიის საქმეს აკეთებდა და არა ქართულს. შემორჩენილია უფრო გვიანდელი 1901 წლის სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლებითაც ამ სასწავლებელში 204 რუსი მოსწავლე იყო და მხოლოდ 142 ქართველი, სომეხი 62. მოგვიანებით დაარსებულ ქალთა პირველ გიმნაზიაში რუსი გოგონა 451 იყო, სომეხი 319, ქართველი 189. ქალთა მეორე გიმნაზიაში რუსი 394, სომეხი 199, ქართველი 122. ანუ არც ერთ ამ სასწავლებელში, არც ერთი საგანი არ ისწავლებოდა ქართულად. ესენა ოფიციალურად არ არსებობდა. მაგრამ თავარი, რითაც ვორონცოვი ქართულ ისტორიულ მეხსიერებას შემორჩა ყველაზე წარმატებულ მთავარმართებლად ითვლება, მისი გამჭრიახობა იყო. გამჭრიახობა. ძალიან კარგად ალღო მაშინდელ ქართულ ელიტას და ზუსტად ითამაშა ინსტინქტებზე, ჩინმენდლებისა და კარიერის ჩვენებურ სიყვარულზე. ვორონცოვს თუ რამეში აქვს განსაკუთრებული დამსახურება, მხოლოდ იმაში, რომ 10 წლით ადრე აჯანყებული ქართული თავადაზნაურობა ისე შეაბა იმპერიის უღელში, იქეთ უხდიდნენ მერე მადლობებს. ჩვენი სახელოვანი მგოსნებით ალექსანდრე ჭავჭავაძითა და გრიგოლ ორბელიანი დაწყებული, სხვათა შორის. მაგრამ ქართველი თავადებისგან რუსის კნიაზების გამოთვლა მხოლოდ საქართველოში ფეხის უკეთ გასადგმელად არ სჭირდებოდათ. ჩრდილოეთ კავკასიაში შამილი და იმარატი დაუნდობლად ებრძოდნენ მაშინ გიაურებს და ქართველების ზურგის გარეშე მათი დაპყრობა და დამარცხება შეუძლებელი აღმოჩნდა. ბოლომდე დაიპყრო რუსმა საქართველო, დაიპყრო ჩრდილოეთ კავკასიაც. აქ სამჯერ ომახიანად უნდა დავძახოთ, ურა, ურა, ურა. სწორედ ამის სიმბოლოა მიხეილ ვორონცოვი, რუსული რბილი, მაგრამ ძალიან საშიში ძალის. და ბოლო ამონაწერი ინტერესთა სექციის ეპისტოლედან. მიხეილ ვორონცოვს ჯეროდა, რომ ხალხთა შორის მტკიცე კავშირი უნდა აღმოცენდეს კულტურისა და განათლების ნოყიერ ნიადაგზე და მან ეს საკუთარი მოქმედებით დაამტკიცა. გონი თქვენ არც კი იცით, რა არის ცივილიზაცია, ასოციაცია, არგუმენტაცია, ინტელიგენცია, კასაცია და ფილოლოგია. მაგრამ ესე არაფერი წარმავალია. თქვენც გაიწურთნებით. მადლობა ღმერთს, აფიცრობა და ჩინოვნიკობა ბევრი მოდის რუსეთიდან თქვენს გასანათლებლად. არა, ჯერ მითხარით, იზლერის ბაღი გინახავთ თუ არა? თუ ეს არ გინახავთ, პეტერბურგიც არ გინახავთ. მინახავს. გინახავთ? მაშ თქვენ განათლებულებში ფეხი ჩაგიდგამთ. რამდენიც უნდა წეროს რუსის საელჩომ, რუსის საგარეომ, კრემლის ადმინისტრაციამ თუ ვინმე. რამდენიც უნდა გვაყვედრონ, რომ თბილისში გახსნეს ინსტიტუტები ბლაგაროდნიხ ძივის და კადეტთა კორპუსები საიმპერატორო ჯარისთვის, რომ გამოსცეს გაზეთები რუსულ სომხურ ენებზე. მაინც ყველაზე ნაღდი და ალალი რუსი, აი ეს პარპარუჩიკია ყველაზე ნაღდ ქართველს რომ შეხვდა ლარში, ვორონცოვის ნამესნიკობიდან 10 წლის შემდეგ. ეგაა რუსული განათლებაც, კულტურასა და წვლილიც ქართველების როგორც სახელმწიფო ერის დეგრადაციის საქმეში. კარგია გახვეწებული ადამიანი, მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილს შეაცარას სინავს, ქვეყნის უბედურებით გულახტკინებულსა. ჩემო ლამაზო ქვეყანავ, არიან ამისთანები შენში. მე მოუნახავ და თუ ვიპოვნე, ვეთაყვანები. ამ დღეებში ბევრი მიესხა და მიეწუწათ მომღერლებს კალადის კლიპებისა და თბილისობის კონცერტისთვის. მაგრამ ეგ ჩვენი შიდა ამბავია, ჩვენშივე მოკვდება. სამაგეროდ ყველა ამადგანს განსაკუთრებით კი ალბათ მეგი გოგიტიძეს, გუჩის ბიჭებსა და მოსკოვის სიკვდილკარებში მათნაირ მიღებულებს დიდი მადლობა ერგებათ, რომ არ მიიღეს მონაწილეობა რუსულ ინტერვიზენიაში. გასულ კვირას მოსკოვში ერთ ტურად ჩატარდა სანახაობა, რომელზეც უამრავი ფული დაიხარჯა და კრემლის რბილი ძალის ერთი დამრტმელი ინსტრუმენტი გახდა.
აი, მან რომ არ ფრიალებდა ქართული დროშა, ამისთვის ალალად ვეუბნები მადლობას ყველას. ყველას, ვინც გაუძლოთ ცდუნებას, ყველას, ვინც მიხვდა რომ ამის გამო მე ბევრი ლანძღვა შეხვდებოდა, ყველას, ვისაც საერთოდ არ გაუგია თუნდაც, რომ მსგავსი რამ ტარდებოდა. მაგათაც მადლობა. თავარი ამ შემთხვევაში არ მონაწილეობაა. რუსებს არ დაუმალავთ, რომ ეს კონკურსი ევროვიზიის ალტერნატივა ჩაიფიქრეს, სადაც უკვე აღარც ასუნინებენ. ევროვიზიის კურატორები პირადად იყვნენ სერგეი ლავროვი, საგარეო საქმეთა მინისტრი და სერგეი კირიენკო, პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, რომელიც სხვათა შორის კონკურსის ყოველდღიურობას მხოლოდ ნახევარი დღით მოწყდა, როცა წინა დღეს, ანუ 20 სექტემბერს სამხედრო აღლუმსა და სეპარატისტთა დამოუკიდებლობის დღეს წოდებულ დიდ ამბებში ჩაერთო. ინტერვიდენიაში მონაწილეობდა 21 ქვეყანა. რუსის სახელით გამოვიდა შამანი, პუტინის ფავორიტი და ყველაზე მაღალკონიუნქტურული მომღერალი დღეს. თავის დროზე კაბზონი და ლეშჩენკო რომ იყვნენ რაღაც იმ დონის. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ამ ვითომ კონკურსში სულ 4 იყო. ბოლო მომენტში უარი თქვა თვით აზერბაიჯანმაც კი და ისე გაწოფდნენ ამაზე რუსები, რომ ლავროვმა საგანგებოდ აღნიშნა ეს ამბავი პრესკონფერენციაზე. ღონისძიება ისეთ პომპეზურად და მნიშვნელოვნად იყო ჩაფიქრებული, რომ მას პირადად პუტინი მიესალმა. Россия всегда რუსეთი მუდამ იყო და არის ღია ურთიერთობებისა და შემოქმედებითი თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ტრადიციები, პატივს ვცემთ სხვათა ტრადიციებსაც. ამ კონკურსის ძირითადი იდეაც სწორედ ტრადიციული ფასეულობების, კულტურათა მრავალფეროვნების პატივისცემაა. многообразию культур. ხომ გაიგეთ უпроსმა რა თქვა? ტრადიციულ ფასეულობებს რომ ვუჭერთ მხარს და მათ ვიცავთ გადაგვარებული დასავლეთისგან, აი ამიტომ ჩავყარეთ ინტერვიდენიაში ამდენი ფულიო. ხო და იცით ვინ მოიგო ეგ ტრადიციული ფასეულობების დამცავი კონკურსი და $360,000. აი ამან. ვიეტნამელმა სახელად დიკ ფუკი, ღია გეიმ. არა, ცხადია მოსკოვში სხვა რამ იმღერა, მაგრამ მოკლედ ისე გამოვიდა საუთარ კლიპებში ან ლოგინში, ვისაც რა უნდა ისაკეთოს, კრემლში კი ყველანი ტრადიციულ ფასეულობებს ვიცავთ. ხო, აი ზუსტად თქვენნაირად, ხო, პროჭო რვილელნო. ხელი ასჯოს ვის აქვს იმედი, რომ რუსეთში გაიქცევა და იქ იცხოვრებს დალხენილად. აგერ ბაშარ ასადი იყო ერთი ასეთი. როგორც ამბობენ, სირიიდან მხოლოდ ნაღდი ფულით 250 მილიონი წაიღო და ბედი პუტინს მიანდო. მერე თავის ნათესაობასთან და ამალასთან ერთად დასახლდა მდიდრულ სახლებში მოსკოვში, რომლებიც წინასწარ ჰქონდა ნაყიდი. ასადი სირიიდან 8 დეკემბერს გაიქცა. უკვე 30 დეკემბერს კი კინაღამ წერილი წაიღო. მის ანალიზებში ძალიან ძლიერი მომწალავი ნივთიერებები აღმოაჩინეს. ოღონდ რუსებმა არ მისცეს მას ავადმყოფოში გადაყვანის უფლება და მცირე კლინიკა სახლშივე მოუწყვეს. მაშინ გადარჩა. და ახლა გავრცელდა ცნობები, რომ სირიის ყოფილი დიქტატორი ისევ მოწამლეს. ოღონდ ამჯერად კრემლის სპეცკლინიკაში მოხდა, ისე ცუდად იყო. მეტი მასზე არ ვიცით. გაღმა რომ გასულიყო, შეიძლება ეგეც ვერ გაგვეგო, იმიტომ რომ რუსეთია. მაგრამ ასადის ბედი ცოცხლისა თუ მკვდრისა მე ახლა ნაკლებად მაინტერესებს. ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს სხვა ხალხის ბედი და დაცულობა, ვინც ყველაფერი გადადო ასევე და საკუთარ ხალხს დაერია პუტინის დახმარების იმედად. ასაც არ დაეხმარა პუტინიო ვერ იტყვი. სირიაში რუსებმა მაგრად იომეს. ორი სამხედრო ბაზა აქვს დღემდე, ოღონდ მილევად რეჟიმში. იმდენი პატივი სცეს, რომ მერე თავისთან წაიყვანეს. აი მერე კი რა ვიცი, მერე რა მოხდა და რა მოხდება, იმანი ფიქრობს, ვისაც ჯერ კიდევ აქვს პუტინის იმედი. და ყოველი შემთხვევისთვის უკვე ნაყიდი აქვს სახლები მოსკოვში, პადმასკოვიაში, თავისი უდარდელი სიბერისთვის. გეშინოდეს ყოველი ლუკმის, ყოველი ყლუპის, ყოველი ჩასუნთქვის. შენ, ვინც თავშესაფარს რუსეთში ეძებ. თავშესაფარს შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის, შენი ცოლისთვის, როგორც ასადის ცოლს აღმოუჩინეს ლეიკემიის რეციდივი გაქცევის შემდეგ. შენი შვილისთვის, როგორც იანუკოვიჩმა დაკარგა შვილი ბაიკალზე უკრაინიდან გაქცევის შემდეგ ძალიან მალე. შენ გეშინოდეს პუტინისა ყველაზე მეტად, პუტინის მსახურო. სამხრეთ კორეაში აფხაზეთის კულტურის ცენტრი გაიხსნა. სადმე გარაში და სარდაფში კი არა, პარლამენტში. დიახ, სეულში, სამხრეთ კორეის პარლამენტში. სრულიად ოფიციალურად და შეძლებს დაგვარად საზეიმოდ. სეპარატისტების ჰიმნითა და ფეხზე ადგომით.
ვინ მიიღო მონაწილეობა და ვინ აუდგა ფეხზე? აფსუათა მხრიდან კულტურის მინისტრად წოდებული დაურ კოვე იყო. სამხრეთ კორეელთა მხრიდან კი სულ ცოტა ერთი დეპუტატი ან ჰო ენგი, რომელმაც გამოსვლაში თქვა, ციტატა სოხუმის ოფიციოზიდან: ეს ცენტრი იქცევა ჩვენი აქტიური ურთიერთობების სივრცედ. კორეის პარლამენტში ეს ამბავი, რომ ურუსოდ არ ჩაივლი და გავიგეთ. რუსული დიპლომატიის გავლენასა და კავშირთან ბრძოლა ზოგადად რთულია. მაგაში გეთახმებით. მაგრამ ამ ყველაფერთან რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო წოდებული კანტორა თბილისში? ევროინტეგრაციის დეპარტამენტს რომ აუქმებს, ეგ ვიცით. არაფერში არ სჭირდება. ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს რომ აუქმებს, ეგეც ვიცით. არც ეგ არგია არამედ. მაგრამ ერთ მიმართულებას როცა ასუსტებ, მეორე მიმართულებაზე ხომ უნდა გადაიტანო აქცენტი. პოლიტიკა ხომ ბოლო-ბოლო ბალანსის ხელოვნებაა. ხო და რით აბალანსებთ დასავლეთის ამოგდებას დღის წესრიგიდან? აღმოსავლეთში აფხაზის სეპარატისტების წარმომადგენლობის ცენტრის გახსნით? Большое спасибо, что сегодня вы нашли время. ახლა უფრო მარტივად ვიკითხავ. სამხრეთ კორეა აღარ სნობს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. რატომ აქამდე არ დაიბარეთ ელჩი თბილისში ჰიონ დუ კიმი და სულ თავში არ ურტყით საპროტესტო ნოტა? თუ მარტო გერმანიის ელჩს უბედავ დაბარებას და დათხვას. კორეელიც რომ დაგებარებინათ და გაგეჯორათ, ეს ამბავი ან ვებგვერდზე იქნებოდა, ან Facebook-ზე. რა კი არსად არ გამოგიქვეყნებიათ, ესე იგი თქვენც სულ ჩემს ირაკლი კობახიძეზე დაიკიდეთ ეგ ამბავი. თქვენსა და თქვენმა ეგრეთ წოდებულმა ელჩმაცსა და საელჩომაც, რომელიც ეტყობა კარგად მოეწყო კორეაში და დარდიც არ აქვს, რომ მისი სამშობლო, სანამ ისინი არაფერს აკეთებენ, უბრალოდ პატარავდება. სანამ შორეულ და საპატიო მივლინებაში ქოც იფხანენ. კარგი ამბავი მაქვს, კარგი ხალხისთვის, რუსისა და ქოცისთვის ცუდი. რუსეთის ფინანსთა მინისტრი ითხოვს 2026 წლიდან არო იანვრიდან გაზარდონ დღეგე. დღევანდელი 20%-ის ნაცვლად 22-მდე. ეგ რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ სანქციები მუშაობს თანაც მაგრად. ყველა და ყველაფერი ჩართულია სანქციების გვერდისავლაში. ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, ბორია და ევტუშენკოვი პირადად, მაგრამ უბედურების ზარმა მაინც ჩამოკრა. რუსებმა უკვე იციან, რომ 2025 წლის ბოლოს ბიუჯეტის დეფიციტი 5 ტრილიონ 700 მილიარდი რუბლი ექნებათ. ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 2.6%. რატომ დაუდგა შავი დღე ტერორისტულ სახელმწიფოს? იმიტომ რომ ტერორისტულია. იმიტომ რომ შეეტენა ომით უკრაინაში. კბილებს უსინჯავს გარშემო ყველას, მათ შორის სრულად არამოსაზღვრე დანიას და პასუხსაც ამ კბილებში იღებს. დასავლეთის გამკაცრებული პოლიტიკისა და დაუღალავი უკრაინული დრონების გამო ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული მოგება თითქმის 21%-ით შეუმცირდა ახლა. და რა იქნება 2026 წელს, როდესაც რუსულ ენერგომატარებლებზე უარისთმას უნგრეთსა და სლოვაკეთსაც იმედია აიძულებენ. ეგ აღარავინ იცის. რუსული ხაზინისთვის დღეგ შემოსავლებს 35% მოაქვს, მაგრამ არც ეგაა საკმარისი თურმე ამხელა ომის წარმოებისთვის. ახლა პუტინი მზადაა გაზარდოს გადასახადი. შესაბამისად, გააძვიროს ყველანაირი პროდუქტი და ყველანაირი მომსახურება. ანუ მარტივად, მისი და ომის გულმხრუალე მხარდამჭერები დასაჯოს სიღატაკით. ხო და ბატონო ბორის, ჩემგან არ გესწავლებათ, მაგრამ რამის ყიდვას თუ აპირებთ ახლა რუსეთში, იანვრამდე მოასწარეთ. 2%-ს მოიგებთ. თურმე. ეს არის ვაშა გადაცემა, თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ. ნებისმიერ პლატფორმაზე, YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.